მოვით, მე გახლავართ ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი თემქის რაიონში პოლიტიკური პარტია საქართველო. მიმაჩნია, რომ საარჩევნოდ ჰქონდა არასამართლიანი გარემო, ვინაიდან ხდებოდა კანდიდატების მედია საშუალებების მხრიდან ბლოკირება, ასევე ხდებოდა ქართული ოცნების მხრიდან ჩვენი საარჩევნო პლაკატების არამსტუ ჩამოხევა, მეგობრებო, პირდაპირ ნიშნით ავტობუსების გაჩერებებზე მოხდა რამოდენიმე ადგილას ჩამტრევა მინების. დაახლოებით 5 გაჩერება ჩაიმტრა თემქის რაიონში, ღამის საათებში, ხდებოდა აბსოლუტურად პლაკატების ჩამოხევა, ასევე საარჩევნო დღეს მოხდა ქართული ოცნების აქტივისტების მობილიზაცია, მათ პირდაპირ ჰქონდა დავალებული, რომ საკუთარი ოჯახის წევრები, ბებიები, ბაბუები გამოიყვანათ. უპრეცედენტო შემთხვევები ჰქონდა, მაშინ როდესაც უკვე საარჩევნო უბნებზე მისული ადამიანები, რამოდენიმე ადამიანი მოგეხსენება თქვენ, რომ გარდაიცვალა. მსგავსი შემთხვევა ალბათ სოფლიოშიც არ არსებობს. მე მინდა ასევე გავაკეთო განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ. მიზეზი არის შემდეგი, რომ მე როდესაც უკვე დავაპირე ამ საკითხებზე გამეკეთებინა განცხადებები, მთელი 3 თვის მანძილზე არ მქონია შესაძლებლობა რომელიმე მედია საშუალებით გამოსულიყავი წამყვან მედია საშუალებებს გულისხმობ. ძალიან დიდი მადლობა ჟურნალისტებო დღეს თქვენ აქ ბრძანებისთვის. მე გადავწყვიტე ერთ-ერთ მედია საშუალებასთან, ტელევიზიასთან გამემართა საპროტესტო აქცია. თუმცა სამწუხაროდ არ მქონია პარტიის მხრიდან ხარდაჭერა, ჩვენ შეგვექმნა პოლიტიკურად უკვე სხვა სიტუაცია და სხვა ვითარება, როდესაც ჩვენ დავიწყებდით უკვე საპროტესტო აქციებს ტელევიზიებთან. ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ამ პოლიტიკური პარტიიდან წასვლის შესახებ. მე მიმაჩნია, რომ არჩევნები გაყავდა ურცხვად, არჩევნები გაყავდა ტოტალურად. პოლიტიკურ პარტიებს უბრალოდ მათ დაუწერეს გარკვეული ქულები, უბრალოდ აბსურდული ქულები. მე ვიცი და მესმის ქართველი ხალხის და საზოგადოების, რომელიც ასევე თვლის, რომ არჩევნები გაყავდა. ვინაიდან არავინ არ მოელოდა მსგავს შედეგებს, არავინ არ მოელოდა იმას, რომ ქართული ოცნება ისევ გავიდოდა და ნაცმოძრაობა გავიდოდა უკვე პარლამენტში. ეს წარმოუდგენელი იყო ქართული საზოგადოებისთვის. მე მჯერა და მწამს, რომ უკვე დავიწყებ ჩვენ საპროტესტო აქციებს, გამოსვლებს. და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. მე ვიმედოვნებ, რომ ხალხი გამოვა ქუჩაში და აუცილებლად გააპროტესტებს იმ ვანდალიზმს, რაც რეალურად მოხდა. ასევე მოხდა სადამკვირვებლო წარმომადგენლების უბნებზე უკვე ცემა, ზეწოლა და ჩვენ კადრებიც ვნახეთ, თუ როგორ ცემეს უცხოელი დამკვირვებლები უბნებზე. ეს არის წარმოუდგენელი და ეს არის გაყალბებული არჩევნები, მეგობრებო. აქციის გამართვას ვაპირებდი პირველთან. გავუმართე კიდეც, რამოდენიმე აქტივისტით ვიყავი მისული. გადმოვიღე მანქინიდან რუპორი და პირდაპირ შეძახილებით მას შემდეგ, რაც არ გამოვიდნენ ეს ადამიანები, არ შევხვდეთ. დაახლოებით 2 საათი ველოდებოდი წარმომადგენლებს და მე მინდოდა წარმომედგინა ის კანონპროექტები, რის ინიცირებასაც უკვე ჩემი არჩევის შემთხვევაში ვაპირებდი პარლამენტში. მე მაქვს ერთმანეთზე უკეთესი 5 კანონპროექტი, რომელიც თქვი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რაც აუცილებლად უნდა მიმეტანა საზოგადოებისთვის, პირველ რიგში უნდა გამეცნო ეს პროექტები. მაშინ, როდესაც მე დავიწყე თემქის განვითარებაზე საუბარი, როდესაც დავიწყე იმ პროექტებზე საუბარი, რაც არის უმნიშვნელოვანესი, მოხდა, ესე ვთქვათ, გაბუნიას მხრიდან უკვე ამ თემების პლაგიატობა, ესე რომ ვთქვათ, და უკვე ამ თემების წამოწევა. მაშინ, როდესაც მაესტროზე თითოეულ წარმომადგენელს ჰქონდა თუნდაც იმის საშუალება გამოსულიყო, გაეცნო საკუთარი აუმჩევლისთვის საკუთარი ინიციატივა. მაშინ, როდესაც კავკასიის ეთერს მე არც ერთ ტელევიზიას, მეგობრებო, არ ვაყენებ არჩევაწყობას, არც არის მესმის გასაგებია. შეიძლება ზოგიერთებს ჰქონდა დავალებული, რომ დაებლოკათ. კი ბატონო. არა, იმიტომ რომ პარტიის მხრიდან არ ქონია, კი ბატონო, არ არის პრობლემა.
მას შემდეგ რაც მე მივმართე პარტიის ხელმძღვანელობას რომ დაეჭირათ ჩემთვის ხარი იმისთვის რომ ჩვენ გავგვემართა ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიასთან აქცია ვინაიდან ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა რომ გამოგვეხატა აი სწორედ მსგავს ტელევიზიებიდან ჩვენი ინიციატივები, ჩვენი ხედვები. აი მსგავს დროს მე არ მქონია მხარდაჭერა ამ პოლიტიკური პარტიის მხრიდან. მიმაჩნია რომ ძალიან უსამართლობას ჰქონდა ადგილი და ნულოვან მხარდაჭერას ჰქონდა ადგილი. და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ მე წავედი ამ პოლიტიკური პარტიიდან, მე მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა ოპოზიციურ ძალასთან და აუცილებლად გავაგრძელებ მოქალაქეების ინიციატივების, ჩემი ხედვების და თითოეულ ადამიანის და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესების დაცვას ისე როგორც ამას ვაკეთებდი მომდევნო წლების მანძილზე. ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, ვინაიდან თქვენ იცით, რომ თითოეულ კანდიდატს იქ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გამოითქვა საკუთარი ხედვები, ინიციატივები, ესაუბრა ამ მრჩეველთა, ამ ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის ერთ-ერთი ტელევიზია, მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი წარმომადგენლობა, დანარჩენ ტელევიზიებთანაც ვაპირებდი აქციებს, მაგრამ არ მომეც ამის შესაძლებლობა, ვინაიდან აი თქვენ წარმოიდგინეთ უკვე როდესაც გავმართავდი აქციებს ამ ტელევიზიებთან, ჩვენ ვქნიდით უკვე პოლიტიკურად სხვა ვითარებას და სხვა გარემოს. საარჩევნოდ. მინიმუმ იმას მაინც შევძლებდით, რომ კი ბატონო, მე მივედი ამ ტელევიზიასთან, მე გავმართე აქციაც, მთელი 2 საათის მანძილზე უბრალოდ ველოდებოდი წარმომადგენლებს, როდის ჩამოვიდოდნენ, მათ მითხრეს აუცილებლად ჩამოვიდოდა პროდიუსერი, აუცილებლად გამესაუბრებოდა. დაახლოებით 3 საათის მანძილზე ველოდებოდი, უკვე როდესაც ყველანაირ ზღვარს გადაცდა, უკვე სხვა შესაძლებლობა, სხვა ვარიანტი არ ქონდა გარდა აქციისა. კი ბატონო, ჩემი ინიციატივების, ჩემი კანონპროექტების შესახებ, რომელსაც პარლამენტში ინიცირებასაც ვაპირებდი. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა რომ ეს ინიციატივები, ხედვები, რაც მე მაქვს, ანუ ის კანონპროექტები, რაც ძირითადად არის უმნიშვნელოვანესი დასაქმების კუთხით, ქვეყნის განვითარების კუთხით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებია ამ კანონპროექტების წარმოდგენა ტელევიზიის მეშვეობით. მე მჯერა რომ არჩევნები ამ ეტაპზე არ არის დასრულებული ფორმით, მე მჯერა რომ საზოგადოება აუცილებლად გააპროტესტებს ამ საკითხს. დაახლოებით 2 დღეში ვაპირებ რომ უკვე გავაკეთო სხვა განცხადებები აქციებთან დაკავშირებით და მე მჯერა რომ სხვა ოპოზიციური ძალებიც აუცილებლად შემომიერთებიან ის დამოუკიდებელი კანდიდატები თუნდაც რომლებიც დამოუკიდებლად გადიოდნენ არჩევნებზე, არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ იყვნენ გაწევრიანებული. მე მჯერა რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იცავენ მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს აუცილებლად შემომიერთებიან და აუცილებლად შემოუერთდებიან საერთო იდეას, რომ არჩევნები გაყავდა და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ და აუცილებლად უნდა ვანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ხდება მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგები იმას, რასაც ნამდვილად არ მოველოდით. აი თუ გექნებათ რაიმე სხვა კი ბატონო, დღეს გავაკეთე პირველი განცხადება, ამასთან დაკავშირებით პარტია დავტოვე. কোন პარტიას? პოლიტიკური პარტია საქართველოს. მაშინ როდესაც გაქვს ნულოვანი მხარდაჭერა, მე არა, ჩემი მხარდაჭერებისგან არ მქონია, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ხარი დამიჭირეს. აი უბრალოდ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი ჩემი პლაკატები სადაც იყო გაკრული, ადამიან უბრალოდ მოქალაქეებმა უკვე ჩამოხეული პლაკატები აკრიფეს და საკუთარი სახლის რაფებზე მოათავს. აი ფოტოები მაქვს, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ. წარწერა ქონდა შემდეგი სახის პლაკატზე, ქონდა შემდეგი სახის ახალი თაობა ქართულ პოლიტიკაში. და საზოგადოებამ ხარი დაგვიჭირა ჩვენ მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს უბრალოდ შემოახვიეს რაღაც სკოჩები, რაღაც სკოჩები შემოახვიეს იმისთვის, რომ ღამის საათებში არ ჩამოეხია ჩვენი პლაკატები და მე მჯერა, რომ ახალი თაობა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად მოვასუფთა ხელებით და მჯერა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ჩვენი აზრი ყოველთვის მივიტანოთ საზოგადოებამდე და მე იმედი მაქვს დამოუკიდებელი ჟურნალისტების, თავისუფალი მასმედიის, რომ გვექნება მხარდაჭერა
იმედი მაქვს საზოგადოების ხარდაჭერა გვექნება, მე მინდა თითოეულ ადამიანს, რომელიც მივიდა არჩევნების დღეს, რომელმაც ხარი დამიჭრა, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ ადამიანებს და მე აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანს, რომელიც ვაკოფაჟავ. პარტიის ლიდერი იყავით? არა, პარტიის ლიდერი არ ყოფილა ნამდვილად. კი ბატონო, კანდიდატი ვიყავი ერთ-ერთი. თემქაზე. კი ბატონო, თემქის რაიონში. ის აქცია როდის გამართეთ? აქცია გამართე სადღაც 2-3 კვირის უკან, 2 კვირის უკან დაახლოებით. 2 კვირის. ბატონო, მე ამასთან დაკავშირებით ვაპირებდი მამამდის გამეკეთებინა განცხადება, თუმცა რეალურად ამის შესაძლებლობა არ მქონია, გამომდინარე პოლიტიკური ამინდიდან და საარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე და მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთული პროცესია ეს სწორედ იმ პერიოდში, როდესაც არჩევნები მიმდინარეობს, გააკეთოს ესე ვთქვათ არაკვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელმა განცხადება, თუნდაც მსგავს საკითხზე და შესაბამისად მე არ მქონია შესაძლებლობა, რომ გამეკეთებინა განცხადება ამ საკითხზე. მადლობა თქვენ, გაიხარეთ, უღმესი მადლობა და